მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, რადგან ის, რაც ახლა UFC-ს კულუარებში ხდება, უფრო მეტად გავს დაგეგმილ სპექტაკლს ვიდრე სპორტულ ტრავმას. ისლამ მახაჩევი ფაქტზე გამოიჭირეს, დიახ, 4 კახარისხში, მთელი მსოფლიოს დასანახად. საუბარია იმაზე, რომ ჩვენმა ჩემპიონმა თითქოს ხელი დაიზიანა და სწორედ ამიტომ თქვა უარი ილია თოფურიასთან ბრძოლაზე. მაგრამ მოდით ცივი გონებით შევხედოთ ფაქტებს. რამდენად რეალურია ეს ტრავმა, თუ ეს უბრალოდ მოსახერხებელი მიზეზია, რომ ჩვენს მატადორს არ დაეტაკოს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თავად დანა უაითმა დაადასტურა. ისლამს ხელის პრობლემები აქვსო. არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ეს ან რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ის ტრავმირებულია, თქვა დანამ. თითქოს წერტილი უნდა დასმულიყო არა, მაგრამ აი აქ იწყება ნამდვილი ქართული ეჭვები. როცა საქმე ილიას ეხება, რატომღაც ყველას მუხლი უთამაშებს ან ხელი უსივდება. ამ ამბავს მაშინვე გამოეხმაურა იანგარი. კაცმა პირდაპირ თქვა ის, რასაც ბევრი ჩვენგანი ფიქრობს. არ მჯერა, რა ხელის ტრავმა, რის ტრავმა, ცხენიდან გადმოვარდა თუ რა მოხდა. გარი დარწმუნებულია, რომ ეს უბრალოდ თავის არიდებაა. იცით როგორი მომენტია, როცა სპორტსმენი ქამარს იგებს, ხშირად ემართებათ ეს ჩემპიონური სენი. ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ სტატუსი უმოქმედობით. თითქოს ქამარი მინისაა და თუ ბრძოლაში შევლენ, გაუტყდებათ. მაგრამ მოდით ილიას მხარესაც შევხედოთ. მისი მენეჯერი ადასტურებს, რომ ილია მზად იყო. მას შესთავაზეს ან ისლამი, ან ჯასტინ გეიჯი. იცით რა უპასუხა ჩვენმა ბიჭმა? მომეცით ისლამი. ავდივარ 77 კილოგრამში, 170 ფუნტი მათთვის, ვისაც მეტრიკული სისტემა არ უყვარს, მაგრამ ჩვენ ხომ კილოგრამებში ვზომავთ ვაჟკაცობას. ილიას არ აინტერესებდა წონა, არ აინტერესებდა საფრთხე, მას უნდოდა ყველაზე დიდი გამოწვევა. და აი ზუსტად ამ დროს, როცა მოლაპარაკებები პიკს აღწევდა, ისლამის ბანაკიდან გაისმა. oi, ხელი მტკივა. ახლა კი ყველაზე საინტერესო. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ტრავმირებული მახაჩევი ისეთი ძალით ურტყამს ტომარას, რომ ხმა გეგონებად დრაგონ ბოლის გმირი გოკუ ფრიზას ეჩხუბებაო. მეგობრებო, ვინმეს გინახავთ ადამიანი, რომელსაც ხელის ტევანი აქვს დაზიანებული და ასეთი სიმლავრით მუშაობს. ეს ხომ აბსურდია. ან მისი მენეჯერი ალი აბდელაზიზი ცრუობს და ისლამმა საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა მოლაპარაკებებზე, ან კიდევ მაპატიეთ და ვინმე გვატყუებს. რიტორიკული კითხვა: სად უნდა მიეღო ტრავმა? დასტინ პორიესთან ბრძოლაში ისლამს თითქმის ზიანი არ მიიღო. მანამდე რენატო მოიკანოსთანაც სუფთად გამოვიდა. მას საიდან გაჩნდა ეს იდიუმარი ტკივილი? იქნებ მართლა ცხენზე ჯირითისას რამე მოუვიდა? თუ უბრალოდ ილიას ნახვისას ხელები აუკანკალდა? ჩვენთან საქართველოში იციან, თუ კაცი ბრძოლაზე უარს ამბობს, ამას თავისი სახელი ქვია და როცა ხედავ როგორ ვარჯიშობს ადამიანი მთელი დატვირთვით და პარალელურად მისი გუნდი გაიძახის, ვერ იჩხუბებსო, უნებურად გებადება ეჭვი. ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ეს უკვე პოლიტიკაა. დაღესტანური გუნდი ცნობილია იმით, რომ მცირე დისკომფორტის გამოც კი შეუძლიათ ბრძოლიდან ჩაეხსნან. იქნებ ნეკის ტკივა, ან იქნებ უბრალოდ ხვდება, რომ ილია თოფურია ისეთი თხილის გულია, რომელსაც ასე იოლად ვერ გატეხავს. მთელი ეს ისტორია ძალიან ცუდად გამოიყურება. ილიამ დაამტკიცა, რომ მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წონაში შეუძლია ჩხუბი. ის ნამდვილი მებრძოლია, რომელიც შანს არ უშვებს ხელიდან, ხოლო ისლამი ახლა თავის მართლების რეჟიმშია. მოდით, ახლა მეორე თაროზე შემოვდოთ ის, რაც კულისებში ხდება. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ის, რომ სანამ ჩვენ აქ ვსჯელობთ, ისლამ მახაჩევი ისევ იმავე ტომარას სცემს. მეგობრებო, დავიჯეროთ, რომ ეს კაცი 70-იანი IQ-ს პატრონია და ჯერ ამბობს ხელი მტკივაო, მერე კი ვიდეოს დებს, სადაც მუშტებს, ისე იქნევს თითქოს რკინის ახქონდეს? არა, აქ სხვა ძაღლის თავია დამარხული. და ამ ძაღლის თავს ქვია ალი აბდელაზიზი. ეს კაცი, ალი, ნამდვილი მაესტროა თავისი მებრძოლების გაფუჭებაში. გახსოვთ მაჰამედ ანკალაები? ზუსტად იგივე სცენარი იყო. ალიმ ტვიტერზე რაღაც სისულელე დაწერა, მერე კი ფაქტებმა ყველაფერი უარყო. ახლაც ასეა. ილია თოფურიამ მზაბ იყო. ხელი უკვე კალამზე ეჭირა კონტრაქტის მოსაწერად, მაგრამ ისლამის ბანაკმა უცებ მუხრუჭი დააჭირა. არიელ ჰელვანიმ, კაცმა, რომელმაც MMA-ში ყველაფერი იცის, პრაქტიკულად დაადასტურა. ილიას დაურეკეს, ჰკითხეს, ისლამი თუ გეიჯიო? ილიამ დაუფიქრებლად უთხრა, მომეცით ისლამი, 77 კილოგრამში ავალ და იქ ვანახებ სეირსო. აი ეს არის ქართული ხასიათი. კაცი მზად იყო თავის წონაზე მაღლა ასულიყო, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. ის ნამდვილი ნომერ პირველია, P4P. მაგრამ რა მოხდა მერე? ილიამ თქვა, მე თანახმა ვარო, ხოლო ისლამის მხრიდან წამოვიდა სიჩუმე. და მერე ეს ზღაპრები ხელის ტრავმაზე. მოდით, გულზე ხელი დავიდოთ. ისლამს ეშინია?
მე პირადად არ მგონია, რომ მას ვინმესი ეშინოდეს ფიზიკურად. ის დიდი მებრძოლია, მაგრამ მისი გუნდი ზედმეტად ჭკვიანია. მათ იციან, რომ ილია თოფურია არ არის დასტინ პორიე, რომელსაც ბოლო რაუნდში მოგუდავ. ილია არის აფეთქება, ილია არის სისწრაფე და ისეთი დარტყმა, რომელიც 77 კილოგრამშიც კი ნებისმიერ ძირს დააგდებს. დაღესტნური გუნდი კი ცნობილია იმით, რომ თუ 100%-ით დარწმუნებულები არ არიან გამარჯვებაში, ბრძოლას შემთხვევითი მიზეზით აუქმებენ. რიტორიკული კითხვაა. თუ ხელი მართლა გაქვს დაზიანებული, რატომდებ ვიდეოს, სადაც ამავე ხელით ტომარას ანგრევ? ეს ხომ ხალხის დაცინვაა? ან იქნებ ისლამს საერთოდ არ უთხრეს, რომ ილიასთან ჩხუბი რეალური იყო? იქნებ ალიმ თავისით გადაწყვიტა, რომ ჯერ ადრეა? ეს ყველაფერი ძალიან გავს იმას, რასაც ჩვენთან თვალში ნაცრის შეყრას ვეძახით. დააკვირდით ილიას ქმედებებს. მან თქვა, მე მინდა ყველაზე დიდი გამოწვევა. მან არა ირქია იოლი გზა. მას შეეძლო თავის წონაში დაცდა, მშვიდად ყოფნა, მაგრამ არა, მან ისლამი მოითხოვა. ეს არის მატადორის სტილი. როცა ხარი დიდია, ილია უფრო მეტად ილესავს ხმალს და აი ზუსტად აქ გამოჩნდა ვინ არის მზად ომისთვის და ვინ ეძებს მიზეზებს ექიმის კაბინეტში. ისლამის მუშტების ხმა იმ ვიდეოში მართლა გოკუს დარტყმებს გავს. თუ ასეთი ხელით ჩხუბი არ შეიძლება, მაშინ მე საერთოდ არაფერი მცოდნებოდა სპორტულ მედიცინაზე. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როცა ჩემპიონს სურს შეინარჩუნოს ქამარი ისე, რომ რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. მაგრამ UFC-ში, სადაც ილია თოფურია დადის, მალე ასეთი ხრიკები აღარ გაჭრავს. საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? ილია მზადყოფნა და მოტივირებული. ისლამი ტრაუმვირებული, მაგრამ ტომარაზე მომუშავე. და დანა ვაიტი, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი როგორმე შეფუთოს. საწყენია, რომ ასეთი ბრძოლა ჩაიშალა. ეს იქნებოდა წლის მოვლენა, მაგრამ სიმართლე ადრე თუ ისეთ მაინც ამოტიპუივებს. მოდით ახლა მეორე თაროზე შემოვდოთ ის, რაც კულისებში ხდება. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ის რომ სანამ ჩვენ აქ მსჯელობთ, ისლამ მახაჩევი ისევ იმავე ტომარას წემს. მეგობრებო, დავიჯეროთ, რომ ეს კაცი 70-იანი IQ-ს პატრონია და ჯერ ამბობს ხელი მტკივაო, მერე კი ვიდეოს დებს, სადაც მუშტებს ისე იქნევს, თითქოს რკინისა ჰქონდეს. არა, აქ სხვა ძაღლის თავია დამარხული და ამ ძაღლის თავს ქვია ალი აბდელაზიზი. ეს კაცი, ალი, ნამდვილი მაესტროა თავისი მებრძოლების გაფუჭებაში. გახსოვთ მაჰამედ ანკალაევი? ზუსტად იგივე სცენარი იყო. ალიმ Twitter-ზე რაღაც სისულელე დაწერა, მერე კი ფაქტებმა ყველაფერი უარყო. ახლაც ასეა. ილია თოფურია მზად იყო ხელი უკვე კალამზე ეჭირა კონტრაქტის მოსაწერად, მაგრამ ისლამის ბანაკმა უცებ მუხრუჭი დააჭირა. არიელ ჰელვანიმ, კაცმა რომელმაც MMA-ში ყველაფერი იცის, პრაქტიკულად დაადასტურა. ილიას დაურეკეს, ჰკითხეს, ისლამი თუ გეიჯიო? ილიამ დაუფიქრებლად უთხრა, მომეცით ისლამი 77 კილოგრამში ავალ და იქ ვანახებს ეირსო. აი ეს არის ქართული ხასიათი. კაცი მზად იყო თავის წონაზე მაღლა ასულიყო, რომ სოფლიოსთვის ეჩვენებინა ის ნამდვილი ნომერ პირველია, P4P. მაგრამ რა მოხდა მერე? ილიამ თქვა მე თან ახმავარო, ხოლო ისლამის მხრიდან წამოვიდა სიჩუმე და მერე ეს ზღაპრები ხელის ტალმაზე. მოდით გულზე ხელი დავიდოთ. ისლამს ეშინია? მე პირადად არ მგონია, რომ მას ვინმესი ეშინოდეს ფიზიკურად. ის დიდი მებრძოლია, მაგრამ მისი გუნდი ზედმეტად ჭკვიანია. მათ იციან, რომ ილია თოფურია არ არის დასტინ პორიე, რომელსაც ბოლო რაუნდში მოგუდავ. ილია არის აფეთქება, ილია არის სისწრაფე და ისეთი დარტყმა, რომელიც 77 კილოგრამშიც კი ნებისმიერ ძირს დააგდებს. დაღესტნური გუნდი კი ცნობილია იმით, რომ თუ 100%-ით დარწმუნებულები არ არიან გამარჯვებაში, ბრძოლას შემთხვევითი მიზეზით აუქმებენ. რიტორიკული კითხვა. თუ ხელი მართლა გაქვს დაზიანებული, რატომდებ ვიდეოს, სადაც ამავე ხელით ტომარას ანგრევ? ეს ხომ ხალხის დაცინვაა? ან იქნებ ისლამს საერთოდ არ უთხრეს, რომ ილიასთან ჩხუბი რეალური იყო? იქნებ ალიმ თავისით გადაწყვიტა, რომ ჯერ ადრეა? ეს ყველაფერი ძალიან ღგავს იმას, რასაც ჩვენთან თვალში ნაცრის შეყრას ვეძახით. დააკვირდით ილიას ქმედებებს. მან თქვა, მე მინდა ყველაზე დიდი გამოწვევა. მან არ აირჩია იოლი გზა, მას შეეძლო თავის წონაში დაცდა, მშვიდად ყოფნა, მაგრამ არა, მან ისლამი მოითხოვა. ეს არის მატადორის სტილი. როცა ხარი დიდია, ილია უფრო მეტად ილესავს ხმალს. და აი აქ გამოჩნდა ვინ არის მზად ომისთვის და ვინ ეძებს მიზეზებს ექიმის კაბინეტში. ისლამის მუშტების ხმა ვიდეოში მართლა გოკუს დარტყმებს გავს. თუ ასეთი ხელით ჩხუბი არ შეიძლება, მაშინ მე საერთოდ არაფერი მცოდნია სპორტულ მედიცინაზე. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როცა ჩემპიონი სურს შეინარჩუნოს ქამარი ისე, რომ რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. მაგრამ UFC-ში, სადაც ილია თოფურია დადის, მალე ასეთი ხრიკები აღარ გაჭრავს. საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? ილია მზადმყოფი და მოტივირებული, ისლამი ტრაუმირებული, მაგრამ ტომარაზე მუშაობი და დანა ვაიტი, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი როგორმე შეფუთოს. საწენია, რომ ასეთი ბრძოლა ჩაიშალა. ეს იქნებოდა წლის მოვლენა, მაგრამ სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც ამოტივტივდება.